დილამშვიდობის, როგორ ხართ ჩემო სიხარულებო, მოგესალმებით, ყველას გამოვჩდი და ისეთი გაციებული ვარ, ისეთი ცუდად ვარ, გოგოებო, უკვე მესამე დღეა დღეს. ესე იგი, ძალიან მაგარი ქარი იყო 3 დღის წინ, მათ ეს ჩავყევი დაბლა. თამაშობდნენ და მინდა ხოლმე რომ მეც იქრუპე რა, არ მინდა რომ ცოტა ხანი კი ვუშვებ ხოლმე, ახლა ისეთ მარტო და გადავხედავ ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად ჩავდივარ ხოლმე რა და მეც მასთან ერთად. არ ვიცი ვირუსი შემხვდა თუ გავცივდი, ისეთი ავად გავხდი. მთელი ღამე არ მეძინა. მაგ საღამოს, ანუ მთელი ღამე გავათენე, მტკიოდა ფეხები, ხელები, ძვლები, სულ ყელი. მეორე დღეს დამაწყებინა შემცივნება, სიცხე მომცა, ერთი სიტყვით ძალიან რთული 2 დღე გადავიტანე გოგოებო, არ ვიცი, ძალიან ცუდი ვირუსებია, ან შემცივდა, ვერ ვიგებ რა ხდება რომელია. შემცივდა კიდევაც, ძალიან შემცივდა. აი მაგ საღამოს ძალიან შემცივდა და შეიძლება გაციების ბრალიც არის. ეხლაც ცხვირი, თვალი, აი ეს აყოლება ძალიან მტკივა. ხო და რა თქმა უნდა, ეხლა ვიდეო ვერ გადავიღე, წინა დღის გადაღებული მქონდა გუშინ. წინ გადაღებული გუშინ დავდე, თუ გუშინ წინ დავდე, აღარც მახსოვს ესე იგი და აი ესე ამის გამო დავიკარგე. ეხლა დღეს არის პირველი დღე, რომ ბოლომდე ვერ გამოვკეთდი, მაგრამ ცოტა თვალებიდან რომ გამოვიხედე. მინდა ეხლა რომ წავიდე ფაბელიკის შეკვეთა ჩამოვიდა და ავიღო, იმიტომ რომ კრემები მე გამომელია, სახის კრემები აღარ მაქვს გოგოებო და ისეთი ძალიან გამომიშრა კანი, ისეთი ძალიან ამომაყარა. ესე იგი კრემები გამომელევა თუ არა, იმ წუთში მაყრის. სიმშრალე მიკეთებს მეაი ამას. როცა მიშრება კანი, всё, მაყრის. ხო და ესე გამოვიყურები, გარეთ ქარია. ეს ჩავიცვი. იმიტომ რომ ცოტა კლავი აქვს და ძალიან ამოღებული არ მინდა, იმიტომ რომ ქარია, რა ვიცი, ასე მგონია სახლიდან ესე ჩანს რომ ცივა, მაგრამ შეიძლება რომ გახვიდე ცხელოდეს კიდევაც. ხო, ერთი სიტყვით გოგოებო, წავიდეთ ახლა, ფულით სასაღები მაქვს, ბანკში ვარ მისასვლელი და გამოვიტანოთ შეკვეთა, იმიტომ რომ იქ ბარათით ვერ ვიხდი ხოლმე რა. უნდა ავიღო ჯერ ბანკში და მე ეს უნდა გადავიხადო და ძალიან მეზარება, აი ისე ძალიან მეზარება, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ სახე შემიძლია ხვალ ავიღო, ზე გავიღო, მაგრამ სახე იმდენად მაქვს უკვე გამომშრალი, რომ ესენი ხვალ მომაყარა და კიდე არ მომაყაროს მეშინია რა. გამონაყარისა. ხო და წავიდეთ, რომ დღის კრემი მაქვს, ღამის კრემი მაქვს გამოწერილი, სახის საპონი მაქვს გამოწერილი და მოვიტანოთ. ხალხის გადასარევი ამინდი არა. როგორი ქარია, მე მარტო ყინა წამოვედი. მათი არ გამოყვა მესარება. ხო და კასთან არის. როგორ აირია ამინდები.
ამიტები იყო და აიდია. ავიდეთ ახლა ჯერ ავიღოთ ფული საქართველოს ბანკში და მერე ავიდეთ კრემების სასაღებად. ისეთი ქარია, რომ ვერ აგიხსნით ცივა გარეთ. შემოვიარე ვარკეთილი. ვიყავი ფიქს პრაისში, ვიყავი ფაბელიქში, ჩავედი ფაბელიქში და არ იყვნენ, დაკეტილი იყო ოფისი. მერე წამოვედი ბაზარში, შევიარე რაღაცეები, შევათვალიერე, მერე წავედი ფიქს პრაისში, მერე ისე ფაბელიქში, მოკლედ მთელი პირველი ნახევარი დღის დავდივარ. შვენიერია. ეხლა გაჩვენოთ, რაც მთავარია კრემები ავიღე. ეს არის ღამის კრემი. აი ესეთი. სპეციალურად შექმნილი პრობლემური კანისთვის, როგორც მაქვს მე. ეს არის დღის კრემი და დამცავი, ასევე მზისგან. და ეს არის პილინგი, გოგოები. პილინგი, ამას გამოვიყენებ კვირაში 2 ჯერ. ესეთი. ჩემი კრემები ძალიან მიხარია, როგორც იქნა. ეს გიას და ნიკას ერთნაირები ავუღე. დეზადორი. საპონი სახისა, აი ესეთი ზეთისხილის საპონია. სახისთვის, ოღონდ ყოველდღე ამას არ გამოვიყენებ. ფიქს პრაისში ვიყიდე დასაბანი გელი. სახის დასაბანი გელია ეს. ნახოთ აბა როგორ მომეწონება. კონი არ უნდა იყოს ცუდი. ეს არის მიცელარული C ვიტამინით, ესეც ფაბელიკიდან. რომ ეს კარგად ჩამომცილდეს, ანუ მზისგან დამცავი კარგად უნდა ჩამოიცილო კანიდან, მოიშორო, ასე ვთქვათ და მერე უნდა დაიბანო. ეს ფაბელიკმა მაჩუქა, არ ვიცი, ეს არის თვალის პაჩები. ესეთი. არ ვიყენებ ხოლმე რაღაცებს, ესეც პარკები. ორი და ეს ყავა ვიყიდე, იმაში აქვია ჩიბო. ვიყიდე ფიქს პრაისში. ჩიბო რამდენი ხანია არ მიყიდია და აღარ შემხვედრია გოგოებო, ადრე ყვითელი თავსახურით თუ გახსოვთ საოჯახო იყო, ანუ კოფეინის ძალიან დაბალი შემცველობით, ან საერთოდ შეიძლება არც ქონდა. იმას ყიდულობდი ხოლმე და მომწონდა, ძალიან გემრიელი იყო და ვეღარ
აღარ სადაღარ ვიყოდა. ხოდა ახლა ვნახე შედარებით ბიუჯეტურია ჩიბო. მათთან შედარებით, სხვა ყავებთან შედარებით. მშვენიერი გრანულებია. აი ესეთი. და ვნახოთ რა ვიცი. სული არ იქნება მე მგონი. 4 ლარი მივეც. აი ესე. ჩემი კრემები ძალიან მიხარია, რომ მეტი არ შეიძლება. ესენი არ მინდა ამერს გადავყრი. ეს არის ჭურჭლის ჟელე. მე ხო ვიწერთ თქმის თვეში ერთხელ მაინც რაღაცები მჭირდება და არ გამოვწერ ხოლმე ჭურჭლის ჟელეს, იმიტომ რომ ეს ჭურჭლის ჟელეები, რასაც ვყიდულობ, ძალიან ქიმიურია და ძალიან ცუდია. ეს კი რაღაც ძალიან კარგია გოგოებო ფაბელიკისა. აი აქ 0+ იატერია ნახეთ. ანუ შეიძლება ბავშვის ჭურჭელიც კი გარეცხო იმდენად უსაფრთხოა და იმდენად კარგია. ანუ ჩანავაბარა მათემდა 10 ლარი ის გოგოები ანუჩა 10 ლარი მათეს უყიდე ანუჩა ანიკას უყიდე ნამცხვარი იმიტომ რომ ვესახში ანიკა მთელი და აი ესე გავახარე ჩემი ბიჭები წავალ ამას გადავყრი და მე შევუდგები ჩემ საქმეებს საჭმელს გალაგებას ყველა დაიგიანა მაგრამ მომიტანეს მაწონი ბანანი ერთი როგორი მომიტანა პატარებია მაგრამ საღია მიწის თხილი ეს მწვანილი ой ხახი პერკალი ეს მათეს ჟელიბონი დოშირაკი ორიც არის ეს რა არის წვანილი კიდე ეს არის ენერგეტიკული კიტრი ძალიან კარგი კიტრი არის ალბათ ახალი შემოტანილია და კარგებია ძალიან და ყვავილოვანი კომბოსტო უნდა გავაკეთო მონახოთ როგორია ხო კარგი მომიტანეს კი ნორმალური ჩემი პროდუქტები რა ის ხედიერაჩას იქით როცა არ უთავს ალბათზე და ხან ჩას ხან არაჩ დღეს მეორეთ მივიდივარ ბაზარში გოგოებო და არ ვიცი რა თუ ვიმე იქნება კიდე გვიანია ზეგადად ის 7 საათია ხო გია 6-ია იქნება